გამარჯობა. გთავაზობთ კიდევ ერთ გადაცემას ციკლიდან პოლისემია. Აც თქვუ ნურაი სიტყვაი უფლისა მიმართ და მოჰკვდე. ეს სიტყვები ეკუთვნის მართალიობის ცოლს, მიმართავს რა თქმა უნდა მართალიობს ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს გადახდება მას თავისი ცხოვრების განმავლობაში. როდესაც ის კარგავს მთელ ქონებას, კარგავს შვილებს და საბოლოო ჯამში ღმერთი შეეხება მის ძვალს, ანუ უშუალოდ მის სხეულს და იობი საბოლოოდ ზის საკუთარი ცხოვრების ფერფლზე, სიბინძურეში, სიმყრალეში და სწორედ აი ამ დროს ცოლი ეს სიტყვება მას ამგვარად. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ეს სიტყვები ნიშნავს დაგმე ღმერთი და მოკვდი. ეს ზუსტად ის არის, რისი მიღწევაც სურდა ბოროტ ძალას, როდესაც იგი შეეცადა, რომ შემოქმედის წინაშე გამოეყვანა იობი მოღალატე, დაერწმუნებინა ის, რომ იობი ასეთი კეთილშობილი არის მხოლოდ იმიტომ, რომ მას ყოველგვარი სიკეთე აქვს ღვთისაგან მიღებული, მაგრამ საკმარისია მას რაიმე მოაკლდეს და ის აუცილებლად დაგმობს ღმერთს. ტანჯვის ფენომენოლოგია. რა არის საერთოდ ადამიანის ტანჯვა? როგორია სიკვდილის გამოცდილება და როგორ იბადება პიროვნება? აი ეს საკითხები მართალიობთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო წარმოჩინდება და ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენ დღეს დიალოგი. დიალოგში მონაწილეობთ მე, თინათინ გოგოჩაშვილი, ფილოლოგი და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი თემო ბუაძე. გამარჯობა თემო. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თემო, იობის წიგნი არ არის უბრალოდ ერთი ადამიანის ისტორია. ეს არის ზოგადად ისტორია სულისა, ისტორია ადამიანისა, რომელიც აღმოჩნდა მძიმე განსასწრების წინაშე და მისი მოვალეობა, მისი ასე ვთქვათ, მაღალი მოვალეობაა, რომ მოითმინოს ყველა ეს განსაცდელი და გამოვიდეს აქედან გამარჯვებული. ეს პარადიგმა არ არის მხოლოდ თვისობრივი ძველი აღთქმისთვის, რა თქმა უნდა ის გრძელდება ახალ აღთქმაში, უბრალოდ ძველი და ახალი აღთქმა მას სხვადასხვაგვარად განმარტავს და განიხილავს. რაც შეეხება თავად ამ წიგნის თავისებურებას, მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რამდენიმე თავისებურებაზე ერთად მოვუყაროთ თავი ამ თავისებურებებს და შემდეგ უკვე საინტერესოა შენი აზრი ამასთან დაკავშირებით. პირველი ის, რომ იობის წიგნი ორიგინალურია იმით, რომ ის არის თითქოს ამოვარდნილი დროიდან. არ არსებობს პერიოდი, რომელსაც ზუსტად შეესაბამება ის ამბები, რაც ვითარდება იობის წიგნში, ხო? ანუ ქრონოლოგიურად ის არის ესთერის წიგნის შემდგომ და დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნებამდე. თავად ეხა რომ მივაქციოთ ამას ყურადღება, ესთერის პერიოდს არ მოსდევს დავით წინასწარმეტყველის პერიოდი, პირიქით არის 500 წლით უსწრებს დავით წინასწარმეტყველი, მაგრამ მაინც შეიძლება ესეთ ვრცელ დროში ჩვენ ეს ჩავთვალოთ ერთგვარ ქრონოლოგიად, იმიტომ რომ მითითებულია ყოველთვის, ყოველ ნებისმიერ ბიბლიურ წიგნში მითითებულია დრო თუ როდის მოხდა ესა თუ ის ამბავი. პირდაპირ ამით იწყება. წელი არ არის მითითებული, მაგრამ მითითებულია ამისა და ამის მეფობის დროს, ამა და ამის ჟამს. აუცილებლად არის ეს მითითებული. იობი ამ მხრივ არის ამოვარდნილი, არ არის აქ დრო და თითქოს გახსენდება ზღაპრული ოდესღაც დიდი ხნის წინა თუ ხსოვარ დროში და არის ასე შემდეგ. მეორე, ასევე ჩვენ აქ ვერ ხვდებით ადგილს. სად ხდება ეს ამბავი? ამ შემთხვევაში არის ძალიან სუსტი მინიშნება, იცი რა, უნდა ითქვას, რომ ეს ქვეყანა, რომელსაც ეწოდება ავსიტის ქვეყანა, ქართულად სხვათა შორის სეპტუაგინტაში არის ბერძნულად ასე თარგმნილი და ებრაულ ტექსტში არის როგორც ხო, და ამ დროს ეს ქვეყანა სულ ორჯერ არის ნახსენები ბიბლიაში. ნახსენებია სამჯერ არის ნახსენები იერემიასთან არის ორჯერ. ანუ ზუსტი მინიშნება აქაც არ არის. იმავენაირი მინიშნება შეიძლება ითქვას, რომ არის 60-ზე დანერგა ღმერთმა 60 აღმოსავლეთით, ხო? ანუ რაღაცა ზუსტი აქ არაფერი არ არის ამასთან დაკავშირებით. ანუ სრულად აშკარაა, რომ ეს არის არა მხოლოდ უხსოვარ დროს
არამედ 900 იქით გადაღმა მაგალითად ზღაპრებში რო ეთქმის, ხო? ეხლა ზღაპარი ხო არ არის რაღაცა მარტო ის ხო არ არის, ეს არის გამონაგონი, ზღაპარი არის ფოლკლორული ნიმუში, ნაწარმოები, რომელსაც აქვს თავისი ფილოსოფიური გააზრება, ხო ესეა და ამასაც თავისი დატვირთვა აქვს, რა თქმა უნდა, ამ უდროობასაც. და მესამე ძალიან საინტერესო რაც მეჩვენება მე, რომ თვითონ სცენა იწყება აბსოლუტურად ესეთი მითოლოგიური ამბით. გულისხმობ ამ შემთხვევაში იმას, რომ ღმერთთან მიდის სატანა, რაღაცას ეუბნება, მერე ის რაღაცას პასუხობს, მათ შორის იდება რაღაც შეთანხმება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ხო ესე ხდება. მსგავსი ამბები ძალიან იშვიათად ხდება, თითქმის არ ხდება, რომ ღმერთი ესე უშუალოდ ელაპარაკებოდეს. აი, დავაკვირდეთ აბრაამს ეცხადება, ისააკს ეცხადება, მოსეს ეცხადება, ხო? აი, ესეთი განმატერიალებული სახე, ხო, არა აქვს ამას. აი, თვითონ აი გაიხსენე თუ გახსოვს შენ მაქსიმე აღსარებლის ღვთისმშობლის ცხოვრებაში, ბოლოს როდესაც ამბობს ავტორი, რომ ჩამოვიდა მაცხოვრის სული და წაიყვანა, აი მაშინაც კი ამბობს, რომ ეს ხო აპოკრიფია, ეს არ არის ითვლება წმინდა წერილად, ხო? მაშინაც კი ამბობს, რომ მოციქულები ამას ხედავდნენ და ყველა ეს ხილვა დაიტია იმდენად, რამდენსაც შეეძლო. ანუ აქაც არის მინიშნება იმაზე, რომ თლათ ესე ეხლა რაღაც ადამიანები რო დადიან ქუჩაში, ესე არ ხდებოდა ეს ამბავი, ხო? ზუსტად აი ესე, რომ ყველაფერი ხდება ზედმიწევნითად, ჩვეულებრივ, ეს არის მხოლოდ თავიდან შესაქმეში, მაგრამ ის 64-ია, ხო, როცა ჩვეულებრივ ლაპარაკობენ გველი და ევა და ამ შემთხვევაში ძალიან ჩვეულებრივ ლაპარაკობენ შემოქმედი და სატანა. ჩვეულებრივად ლაპარაკობენ ერთმანეთში. აი ეს ყველაფერი, ხო? ის რო არის უდრო, ის რო არის რაღაცნაირად გაურკვეველ ადგილას, ის რომ ყველაფერი რაღაცა ზღაპრული ნარატივით არის, აი ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს ეს ზედროულობაზე, იმაზე, რომ ეს არ არის რაღაცა ერთი კონკრეტული დროის ამბავი, არამედ მუდმივი ამბავი ადამიანის სულისა, მუდმივი თავგადასავალი ადამიანის სულისა. შეიძლება რომ ამაზე მიუთითებდეს? კარგი, რამდენიმე კითხვა დამისვი ერთად, მივიყვეთ რიგრიგობით. ხო. პირველი მე არ ვიტყვი, რომ ზედროულია, იმიტომ ზედროული რაღაც ტრანსცენდენტურს ნიშნავს, უფრო არ არის მიბმული რაღაც კონკრეტულ დროზე, მაგრამ რომ დავაკვირდებით, თლაც ესეც არ არის. იქ არსებობს რაღაც ნიშნები, რომელიც შეიძლება ჩვენ დავადგინოთ რა პერიოდს ეხება, მაგალითად რა. არასაც წირავს თვითონ იობი, როგორც პატრიარქების ეპოქაშია. მღვდელი არ არის. არ არის ნახსენები არც სინაისთა, არ არის ნახსენები ტაძარი. ადამიანის სიმდიდრეზე ლაპარაკობენ, ითვლიან, რამდენი საქონელი ყავს 7000 სხვა არის, 3000 აკლემი, მერე აი ტრაგედიის შემდეგ იობი ცხოვრობს 140 წელი. ეს ყველას აფიქრებინებს, რომ აი იობის ამბავი მოქცეულია აი პატრიარქობის პერიოდში, მანამდე სანამ რჯულს მიიღებენ, სანამ და აუცილებლად წარღვნის შემდეგ? წარღვნის შემდეგაა. ეს ერთი. მაგრამ რა ინტუიცია შენი კითხვისა მთავარია. აქ არ არის ზუსტად მინიშნებული დრო. არსებობს ორი ტრადიცია, ერთი თალმუდის, რომ თვლის, რომ იობის ისტორია მთლიანად იგავია, მაგრამ წმინდა მამები ესე არ თვლიან. იმიტომ ლაპარაკობენ როგორც რეალურად არსებულ პიროვნებაზე, თუმცა ამაზე ვიტყვი, თვითონ თხრობა ისეთია ძალიან გავს იგავს. მეორე, აი ნახოთ ესა, მეორე ადგილზე შეგვიძლია თქვა თუ არა რაიმე. ფიქრობენ, რომ ეს არის ედომის ქვეყანა, ყუცი, ან უცი, როგორც ვიტყვით, იმიტომ აი როცა იერემია საუბრობს, მასე ედომის ქვეყანასთან აიგივებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამე კონკრეტული ადგილი არის, იმიტომ სხვადასხვა ტრადიცია, სხვადასხვა ადგილს მიუჩენს, როცა იობის ადგილზე საუბრობს. არსებობს ზოგი ვერსია, მაგალითად დავით მეფის წინაპრადაც კი ასახელებს და ეს გაუგებრობათ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ არ უკავშირდება ეს ისრაელს. თვითონ ისრაელის შიგნით არ არის, გარეთაა და ამას თავისი დანიშნულება აქვს. რატომ არის ახლა ეს? რატომ არ არის ისრაელის ტერიტორიაზე? იმიტომ რაც ეხება წინასწარმეტყველებები, რომელიც არის ისრაელში, მისი მთავარი დანიშნულება რა არის? რომ ებრაელ ხალხს უთხრას, რომ თქვენ უნდა დაიცვათ რჯული და თუ რჯულს არ დაიცვათ, მოსაშელი. მაგრამ იობის პრობლემატიკა სულ სხვა რაღაცაა. იობის ისტორია
არ არის მიბმული რომელიმე ხალხთან რაღაც ჯულის რომელიღაცა ფორმასთან. იმიტომ რომ ღმერთს იმის ჩვენება კი არ უნდა რომ შენ თუ ჯულს არ დაიცავ დაისჯები, არამედ სულად საპირისპირო პრობლემაა იობთან. იობთან უნდა ღმერთმა გვიჩვენოს რომ როდესაც ადამიანი ისჯება, ეს არ არის აუცილებლად შედეგი რაღაც ცოდვისა. ეს ერთი. და მეორე, აი სცენაზეც ვისაუბრებთ, ის სცენაში როდესაც საუბარია ღმერთსა და სატანას შორის, სატანის წერია, ხო? სატანას შორის აქ ხაზგასმულია რაზე რომ თვითონ ღმერთი ლაპარაკობს რომ იობი არის უცოდველი. ესე იგი არ უნდა გაგიჟდეს თუნება იმისა როგორც მის მეგობრებს რომ იობი ისჯება რაღაც ცოდვის გამო და მეორე რა არის მთავარი საკითხი. სატანა ეუბნება რომ შესაძლებელია თუ არა რომ ადამიანი იყო ცხოვრობდეს ღვთის სათნოს თუ კი რაღაც ჯილდოს მატერიალურს არ ელოდება. აი ამის გამოცდა ხდება. ესე იგი აქ არ არის საკითხი არ დგას იმაზე ამა თუ იმ ჟულს იცავს. არამედ ისმევა ფუნდამენტალური კითხვა. შეიძლება თუ არა უცოდელ ადამიანზე მოვიდეს სატანჯველი და რატომ ხდება ან რისთვის. როგორ უნდა დასვა, როგორ უნდა შეხედო ამ საკითხს. ეხლა რაც შეეხება აი ამ სცენას, შენ უფრო ეს პარალელი გაავლებ სამოთხესთან, რაღაც პარალელები არსებობს, მაგრამ მე გითხრა რომ ძალიან არ მომწონს ეს პარალელი. რატომ? იმიტომ რომ განსხვავებულია თავისი შინაარსით. იქ რა არის? სამოთხეში რა სცენაა, რომ ადამს და ევას აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ. და სატანა ასტუნებს ადამს და ევას რომ ცუდი თქვან უფალზე. წარმოუდგინოს უფალი როგორც ცუდი და ისინი ცოდვა შეიდნენ. და იობთან აბსოლუტურად საპირისპირო პრობლემაა. ესე იგი, იქ პირველ სამოთხეში საკითხი დგას ადამიანს როგორი წარმოდგენა ექნება ღმერთზე, აი ამაზე ასტუნებს და იობთან სულ სხვა რაღაცაა. იობთან არის სატანას ცდილობს რომ ღმერთს გაუფუჭოს, ასე ვთქვათ, წარმოდგენა ადამიანზე უთხრას რომ ეს იობი სუსტად იმიტოა შენი ერთგული რომ რაღაცას ელის შენგან. ეს ხალხში ძალიან სერიოზული პრობლემაა. აი კანტმა რომ თუნდოდა დაეფუძნებინა ავტონომიური მორალი, ასე ვთქვათ, ღმერთისაგან დამოუკიდებელი, მისი მოტივი რა იყო ესეთ რაღაცას ყვება რომ. აი წარმოგიდგენთ ორი პატარა ბავშვიო. ბიჭი და გოგო და ბიჭი ერევა პატარა დას და სათამაშოებს უფუჭებს და მშობელმა უთხრა რომ თუ ამას გააკეთებ, აუცილებლად დაგჟი. და შემდეგ სვამს ესეთ კითხვას. აი შეეშინდა პატარა ბიჭს და დას აღარ უფუჭებს სათამაშოს, თოჯინას. ესო მორალური აქტიაო? ხო არ არის მორალური აქტი შიშს აკეთებს. მაშინო ქრისტიანებიც იგივეს არ აკეთებენ, აი არ ცხოვრობენ თქვა სუდად, იმიტომ რომ სამოთხეში მოხდნენ, ან პროტებას გავლენ ჯოჯოხეთში არ მოხდნენ. კანტი პროტესტანტი იყო, მე თუ დრო დამჩა ვიტყვირო ეს არასწორი პოზიცია, მაგრამ რაღაც ესეთი კითხვა ისმის იობთან. შეუძლია თუ რა ადამიანი დარჩეს ღმერთთან, თუ მას არ აქვს თქვა ღმერთისაგან აღარ ელოდება საჩუქარს შემთხვევაში რაღაც მიწიერს, სხვა არის აკლემი, მშვილები, კეთილდღება და ასე შემდეგ. აი იობმა, ესე იგი, საპირისპირო სატანას სულ სხვა რაღაცა მიმართულებით მიდის და იობმა განსხვავებით ადამი და ევასაგან არ მიატოვა ღმერთი. ღმერთს თითქოს საყედურობს, მაგრამ ღმერთი უფრო მაღლა აყენებს იობის საყედურს, ვიდრე რაციონალურ გამართლებას მისი მეგობრებისთვის. რატომ? იმიტომ რომ იობის აი ამ საყედურებში ჩანს სული ღმერთად დარჩეს. აი რომ იობის საყედურში არის ღმერთო შენ კეთილი ხარ, ჩემთან ახლა და რატომ გამაგებინე, რატომ დამემართე ეს? და იქნება ეს უბრალოდ კითხვაც კი, პირდაპირ კითხვა. არა, იცით რა, ეგეთი ელი ლამასაბაკთან ღმერთი წარმოთქვა ჯვარზე. ესეთი და აი ვთქვათ ანტონი დიდის ცხოვრებიდან ცნობილია რომ ვთქვათ დიდი ბრძოლები რო ქონდა, მე ღმერთი გამოცხადა და ღმერთო სად იყავიო, სასე მიჩნდა, შენ გვერდით ვიყავი და გიყურავდი. ესეთი კითხვა, რასაც იობი სვამს, ძალიან ხშირად ისმება ესეთი რაღაც. ეს არა, ამაში მჟღავდება ღმერთისადმი სიყვარული. აი შენ საშნელი გაჭირვების დროს, უზარმაზარი ტრაგედიის დროს ღმერთს მიმართავ, სად ახარ ღმერთო აი ამას ელაპარაკე. აი რატომ დამემართე ესეთი რაღაც. ესე იგი, ეს ხო ღმერთის მიტოვება არაა. ეს არის ღმერთთან მიდის. ესე იგი, ეს ორი სულიად საპირისპირო სცენა, სამოთხეში ღმერთს შორდებიან, მაშინ როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი აქვს და ღმერთზე უქმნის სულ წარმოდგენას, ხომ? სატანა აქ პირიქითაა რომ ადამიანზე უნდა ღმერთს შეუქმნას და გამოცდა გადაიტანა იობა. ეხლა რაც შეიძლება ესეთი სცენები არის თუ არა. რა თქმა უნდა ძალიან იშვიათია, მაგრამ უნიკალური არ არის. ძალიან გავს ამ სცენას მიქია წინასწარმეტყველით. არის მიქია წინასწარმეტყველი აღწევს, როდესაც ღმერთთან მიდის სატანა და ეუბნება. ერთი
დაცემული სული იტყვის, რომ გამოსდის აქავს და აი ხდება თითქოს მეორდება სარკისებურად იობის ისტორია. ასევე აი უფალიც ეუბნება პეტრე მოციქულს, ხომ? მე სატანა გამომეცხადა და მომთხოვა, რომ გაგეფანტათ როგორც იფლი. და მე ვილოცებ შენზე, რომ წვენა შეინარჩუნოს. და არის ზაქარია წინასწარმეტყველთანაც არის, რომ უფალს გამოეცხადა, აი უფალი არის როგორც ხდერი და სატანა, რომელიც მას ეწინააღმდეგება. და იერემიასთანაც არის. ეს ხომ, იცით, ეს სიმბოლური ენაა. ჩვენ არ უნდა გავიგოთ, რომ იობის ეს სცენა რომელიც იწყება, რომ სატანა მიდის უფალთან, ეს არის ძალიან საინტერესო. ეს თითქოს რაღაც კულუარული ინტრიგებს გადმოცემს. არა, ეს არის სიმბოლური ენა. უნდა გამოცხადებული იყოს. ჩნდება რაღაც ეგეთი განცდა და გიჩნდება ცოტა რაღაც უხერხულობის თუ შეკრთომის მომენტი, რომ მივიდა ღმერთთან რაღაც უთხრა იმან რაღაც უპასუხა და ეს არ არის, როგორც ეს ლაპარაკობენ, იობის გამოცდა, იმიტომ ღმერთს არ ჭირდება იობის გამოცდა, იცისას გააკეთებს. იოანე ოქროპირი ლაპარაკობს, რომ იობს მიეცა საშუალება გამოევლინა ის სათნოებები, რაც ჰქონდა. აი ესეთი მაგალითი მეყავს, წარმოვიდგენთ ძლიერი მოჭიდავია და აქვს უზარმაზარი ძალა. და რომ გამოავლინოს ეს ძალა, ვიღაცას უნდა შეეჭიდოს, ხო? ეძლევა საშუალება შეეჭიდოს მოწინააღმდეგეს და იობში ეს რაღაც მოხდა. ღმერთმა იობის შემთხვევაში დაუშვა გამოვლენილიყო იობის ძალა. აი იობი ამ შემთხვევაში აი კარგად ძალიან კერძო ინდივიდუალური პიროვნება კი არის, მაგრამ კერძო შემთხვევა არაა. მაგრამ არ არის, ასე რომ ვთქვათ, უხეშად სტატისტიკური ერთეული. ყველას არ შეუძლია შეინარჩუნოს ღმერთის სიყვარული და რწმენა, როდესაც აფხილა ტრაგედია გადაიტანა, აი მისი ცოლი რო ავიღოთ, როგორც ჩვენ ახსენეთ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ცოლმა დაკარგა ზუსტად იმდენი, რამდენიც იობმა. ზუსტად იგივე. და ის სეპტუაგინტში არის, რომ მონოლოგია ისა იობის ცოლის, რომ ყავდა შვილები, ძალიან პატივი ჰქონდა, მე ყველაფერი დაკარგა, ეხლა მოსამსახურია დადის სახლიდან სახლში და ელოდება, როდის დაბნელდება, რომ დაისვენოს, ხო? ზუსტად იგივე ტრაგედია აქვს. და ემსახურება იობს, მაგრამ რაღაც დრო არის მე გასული, ხო? მაგრამ აი ვერ გაუძლო იობის ცოლმა, ვერ შეინარჩუნა. ეს რას ნიშნავს, რომ აი იობის ცოლი განასახიერებს ჩვენაირ ადამიანებს და იობი განასახიერებს წმინდანია ის. აი გრიგოლი დიდი ლაპარაკობდა, როცა მორალიებში კომენტარებს აკეთებს იობისა, იქ ლაპარაკობს, რომ იობი წინასახია ქრისტეს, მართლაც იმიტომ ანტიადამია. კი ბატონო, მაგაზე მე ვილაპარაკოთ, იცი კიდე რა მაინტერესებს იობის ცოლზე? აი ამ სიტყვებს დაგმე ღმერთი და მოკვდი, ეუბნება ცოლი, მას არ ეუბნება რომელიმე სხვა ახლობელი. მართლაც ის ადამიანი, რომელმაც დაკარგა პრინციპში იგივე რაც დაკარგა იობმა და იობის შვილები იყვნენ მისი წიაღიდან გამოსული ადამიანები, ხო? აი ამ კუთხით, ანუ პრინციპში თანამედროვე გაგებითაც, ხო ჩვენი ქრისტიანული გაგებით, ცოლი არის ესე ვთქვათ ნაწილი ქმრის. ხომ არ არის ეს აი ეს მომენტი რაღაც ერთგვარი ცდუნება, რაღაცა ხმა თვითონ იობში ეს ცოლი, რომელიც მას ამას ეუბნება. აი ამდენი ტანჯვის ფონზე ხომ არ შეიძლება რომ ეს რაღაცა ისეთ ხმად ჩავთვალოთ. იობის ცოლი არის ძალიან საოცარი პიროვნება, ადამიანი. რაღაც, ეს ერთი ფრაზაა, მასე ასახელი ვიცით არც არაფერი. ისიც კი არ ვიცით. ეხლა ბევრი მამა ლაპარაკობს, რომ ეს მეორე 10 შვილი რო გაუშთა, ეს ცოლი იყო ეს იობის. ახალი ცოლი არ მოუყვანე, თუმცა არსებობს რაღაც აპოკრიფები, სადაც ამბობენ, რომ ეს გარდაიცვალა იობის ცოლი. და სხვა მოიყვანა, მაგრამ მიღებულია ბევრი მამა ლაპარაკობს ტრადიციები, რომ ეს იგივე ცოლია. აი ცოლისგან შეეძინა შემდეგი შვილი. იობის ცოლისგან არაფერი არ დარჩა ეს ფრაზას ლაპარაკობს ესეთი შენ რომ რაღაც თქვი ეფემიზმი, ხომ? ანუ დაგმე უფალი, რაღაც თქვი უფალზე, რომ და მოკვდი. მაგრამ მანამდე რა არის? ეს არის სატანას სიტყვებს იმეორებს, მაგრამ მანამდე იმეორებს უფლის სიტყვებს. კიდე ინარჩუნებს იობი სიწმინდეს. ეხლა ზუსტად რეფრაზირებას ვაკეთებ, მაგრამ ეს ღმერთის სიტყვებია. აი რამოდენიმე მუხლის წინ ლაპარაკობს. ეს მეორე ნაწილი არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ აი ეს არის გარეგანი გამოხატულება იმისა, რაც იობს, იმიტომ იობი პირდაპირ ეუბნება, რომ შენ უგუნური ქალივით ლაპარაკობ, ესე უგუნური ხარ არ ეუბნება, მაგრამ უგუნური ქალივით ლაპარაკობ ახლა. მეორე წმინდა მამები, აი თვითონ გრიგოლ დიდი და იოანე ოქროპირი ლაპარაკობს, რომ დატოვა უფალმა ყველაფერი წაართვა იობს გარდა ცოლისა. რატომ? იმიტომ რომ გამოცდილება ქონდაო, რომ ადამი წააქცია ცოლის რჩევით. და ზუსტად იგივეს გამეორება უნდა. ესე იგი
იობის ცოლი შინაგანი ხმა კი არაა. შინაგანი ხმა კი არაა ისა იობისა, არამედ ეს არის ხმა სატანისას. მე იმას არ ნიშნავს, რომ არ ვამბობ, რომ ეს სატანური პიროვნება პეტრეს ეუბნება უფალი, განვედი ჩემგან სატანა. თვითონ კი არ უნდა სატანა ხარო, მაგრამ ლაპარაკობ იმას, რაც ღმერთის ნების საწინააღმდეგო. აი ზუსტადაც. იობის ცოლი იმ მომენტში უგუნურებას, ანუ ღმერთის ნების საწინააღმდეგოს ლაპარაკობს. აი მთელი იობის სიწმინდე, მისი მრავალტანჯულობა, მისი სათნოების გვირგვინი იმაში მშღავდება ზუსტად, რომ ყველაზე უახლოეს ადამიანს, ყველაზე რომელიც ყველაზე მეტად განიცდიდა მის უბედურებას და საკუთარს, ხო? იმასაც არ უჯერებს, ეუბნება, რომ უგნურივით ლაპარაკობ. და კი არის ბრძოლა აქ ეხლა, როგორ შეიძლება ადამიანი საშნელად არ განიცდეს ამ საკუთარ თავს წევრის და არა ღმერთს. საკუთარ თავზე აი უმჯობესი იქნებოდა, იმიტომ რომ ღმერთისგან მიტოვებულობას განიცდის, ხო? სახარებაში ნათქვამი რომ ტანჯვის ყველაზე ძაფრი ფორმა რა არის? ეს არის ელი ლამას საბაგდანი ღმერთო რაც მიმატოვე თქვენ და ზუსტად ამას განიცდის იობი, რომ ღმერთისგან მიტოვებულად გქნობს თავს. და ეძიებს ღმერთთან შეხვედრა უნდა. აი ლაპარაკობს იმას, რომ მე ვეძიე, სად გამოჩნდება ესეთ რომ შუამავალი იქნება ჩვენს და ღმერთს შორის, ხო? აი ამ ძიების, ესე იგი, იობის განსხვავებით ადამიანის დაევასაგან იობი ეძიებს ღმერთთან უნდა შეხვედრა, მე ნახავს კიდეც, რომ მე შეიძლება ვსმენია და ახლა გიხილე. იცი რა, მთელი ეს რაც აქამდე ვილაპარაკეთ, ეს რომ შევაჯამოთ. მოდი ესე დავიყვანოთ ორ მარტივ კითხვაზე. კიდევ ერთხელ ვახსენოთ იობის გარემოცვა, მისი მეგობრებიდან დაწყებული და ცოლით დამთავრებული და თავად იობი. ერთი კითხვა რატომ და მეორე კითხვა რისთვის. და თუ შეიძლება რომ იყოს კითხვა არასწორი და იყოს კითხვა სწორი, ეს არის სწორედ ის შემთხვევა, ხო? რაღაცა ხდება არა რატომ, არამედ ხდება რისთვის. ხო ესეა? დიახ. ესე იგი, ამაზე ძალიან ბევრი მამა ლაპარაკობს. ჩვენ შეიძლება რაღაც მოქმედების ჩვენ მიზეზი არ ვიცოდეთ, მაგრამ ფიქრობდეთ უფრო რისთვის და ეს ვიცოდეთ და არა მიზეზი. აი მაგალითად უფლის ჯვარცმანს მიზეზი არ გააჩნია მიზანი. ეს მიზანი იყო გამოსყიდვა კაცობრიობის საქმე. არ არსებობდა ისეთი მიზეზი, რომ უფალი ჯვარცმულიყო, იმიტომ მას არ ქონდა არავითარი ცოდვა. არ იმსახურებდა არც ტანჯვას, არც სიკვდილსაც. თომა აკვინელს დაწერილი აქვს სპეციალური შრომა აი ამ იობზე და თქვა, რომ იობის ისტორია უპირველეს ყოვლისა ეს არის ღვთის განგებულების ისტორია. და მე ამბობს, რომ იმისათვის, რომ ამ ღვთის განგებულებაში დავინახოთ გონიერება, უნდა ვიგულისხმოთ სულის უკვდავება და საიქიო ცხოვრება. თუ ეს არ არის, მაშინ იობის ისტორიას არავითარი გამართლება არ აქვს. იობი ცხოვრობს და იმ ეპოქაში, როცა ჯერ კიდევ ბერმონაზნობა არაა, მიაღწია უზარმაზარ სიწმინდეს. აი იმდენად მისაბაძია, რომ აი სახარებაში არის ესეთი მომენტები, როდესაც სამაგალითოა ისრაელის გარეთაა და ისეთ სრულყოფილებას არიან მიღწეული, რომ სამაგალითო ხდება ისრაელის ერისს. აი მაგალითად ასისთავი, ხო? მე ისრაელში ვერ ნახე ასეთი წმენა, წარმოგიდგენთ ამ წმენა ყველაზე დიდი ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა და ხმე ელაპარაკება ისრაელს, რომ მე თქვენ ესეთი წმენა ვერ ნახე. ან თქვათ ეშმაკეული ფინიკელი დედაკაცი, ან ძველ ხმაშიც არის, ხო? სცენები, რომელიც არ ეკუთვნის ადამიანი ისრაელის სხეულს და არის წმინდა. ნუ ამას და სხვა მნიშვნელობაც აქვს ის, რომ ღმერთი მათ არ აძლევს, არ შემოიფარგლება ღმერთთან კავშირი რაღაც კონკრეტული რელიგიით, შეიძლება მისცეს უზარმაზარი მადლი, რომელიც არაში არ არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წვენა არ ეძიოს სწორი, მაგრამ ღმერთის წყალობა არ შემოიფარგლება რაღაცას. მონაზნობა ჯერ არ არის და მიაღწია უზარმაზარ სრულყოფილებას, ხო? ერის ყავს 10 შვილი, ძალიან დიდი ოჯახი და უზარმაზარი სიმდიდრე აქვს. აი ამის შემდეგ მოდის უზარმაზარი განსასწრელი. დაეყუპება შვილები, დაკარგავს აბსოლუტურად ყველაფერს. და როდესაც დაინახავს იობი, იობისთვის ეს სიმდიდრე არაფერს ახლა წარმოადგენს. სიმდიდრის გამო არ მისულა ღმერთთან, იმიტომ დაკარგა აბსოლუტურად ყველაფერი და მაინც ღმერთის იმედი აქვს და ეძიებს ღმერთთან შეხვედრას. მერე ღმერთი აძლევს უორმაგებს ყველაფერს ქონებას. აბსოლუტურად უორმაგებს ყველაფერს გარდა შვილებისა. შვილს აძლევს ისე საათს. ეხლა წინამე ვილაპარაკე, რატო არ გამომაგავს შვილები? თუ ის 10 შვილი არ არის, მკვდარი ღმერთის წინაშეა. და ყავს შეეძინა ახალი 10 და ყავს 20 შვილი ღმერთის წინაშე. იმიტომ ღმერთთან არ არის სხვაობა ცოცხლისა და მკვდრებს შორის. უბრალოდ გაუორმაგა ცხრეები, აკლები და რაღაცა. რატომ გააკეთა ეს ღმერთმა?
აი ეს რაღაც ვთქვა რა თუნდა იობს ასეთი ქონება, ხო? არ უნდა მერკანტილური თვალსაზრისით. მაგრამ ჭირდებოდა რატომ გაეგრძელებინა ის მადლისმერი ცხოვრება, რომელიც ჰქონდა. ესე იობმა მიაღწია სათნოება სიმდიდრით. ის რჩევას ეკითხებოდა, ძალიან პატივცემული იყო, ქალაქის გარეთ დაждდებოდა, როდესაც ის ლაპარაკს იწყებდა, ყველა ჩუმდებოდა, ყველა მიცოდა ძალიან სათნო კაცია. აი ღმერთმა მისცა აი ამ სათნო ცხოვრების გაგრძელების საშუალება. ყველა ადამიანი თავისებურად ზოგი ცხოვრდება როგორც მოწამე, ზოგი ცხოვრდება როგორც ჯარისკაცი, ზოგი ცხოვრდება როგორც მღვდელმთავარი, ზოგი როგორც მორჩილი ან მონა და ასე შემდეგ. იობს გაუგზელა ის ცხოვრების წესი, რომლითაც მან მიაღწია უზარმაზარ სათნოებას. თან ეს რომ გაუორმაგა შემთხვევითი არაა, ძალიან ხშირად ხდება ეს რაღაც. ჩობლი მადლი მოთხოვა ელიას, ხო? გაორმაგება ასევე ჩვენ როდესაც იგავებზე ვლაპარაკობთ, ის აორმაგებს ხომ ტალანტებს უფალე, რომელსაც ერთგული მონა. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ იობი არ იმსახურებდა ტანჯვას, რაც მიიღო სოდომის გამო, უბრალოდ ეს გამოვლინდა იობშის და სხვებმაც დაინახეს, რომ მას უყვარდა ღმერთი უანგარო და ღმერთმა მისცა იგივე პირობები გაეგრძელებოდა ის ცხოვრება, რომელსაც ის აქამდე ცხოვრობდა. და ეხლა შენ ამბობდი არის რაღაცა მონაზნობასთან რაღაც პარალელი გავლე და მე ძალიან ისე გამახსენდა ცოტა ეფემერულად და მე კიდე გადავიკითხე იოანეს სინელთან არის ესეთი ადგილები როდესაც მოივლიან აი ამ ადგილებს სადაც მოღვაწეობენ საოცარი მოღვაწე მამები და ისე გვანანა ეს ფერფლზე მჯდარ იობს რომლებიც სრულ ტანჯვა ოღონდ ესენი ნებით აკეთებენ ცხადია ამ ყველაფერს მათ მოღვაწეობის ესეთი ფორმა აქვთ არჩეული ხო ამ მონაზვნებს და ესენი არიან საოცარი მონაზვნები რაღაცა სათნოება და დიდ კიბეებზე ასულებიან კიბეზე ვლაპარაკობ რა თქმა უნდა ხო და აი ესეთი მსგავსება მონაზნობასთან როგორც შენ ამბობ და ამავე დროს ამბობ რომ არის ის მაცხოვრის წინასახი. აი ახალ აღთქმაში როგორ დავინახოთ იობი ჯერ ეს მითხარი და მე უკვე ისიც მაინტერესებს აი თუ შეიძლება რომ კი ბატონო ძველი აღთქმის მიხედვით ის წყალობა რომელიც მას ჰქონდა გაუორმაგდა ანუ ყველაფერი რაც გააჩნდა ის გაუორმაგდა ხო მაგრამ მეორე მხრივ ახლა თუ აი ჩემი ინტუიციურად ხო ამისი განცდა როგორია იცი რომ კაცმა გადაიტანა აბსოლუტურად ყველაფერი თუ კი რამის გადატანა შეიძლებოდა და პრინციპში გავიდა სუფრიდან და მე ხა მოყავს უკან და რაღაცა ცოლშვილი ყავს ისევ რაღაც ამქვეყნიური ცხოვრება მე მესმის რომ იმ ქონებით რაღაცა ბევრს იკეთეს აკეთებს მაგრამ მაინც და ხომ არ არის ეს რაღაცა სასუფევლის სახეც აი ეს მეორე ცხოვრება მისი ანუ მას ყوار უკვე აი თუ კი ჩვენ ჩავთვლით რომ ის არის მონაზნობის წინასახე უკვე შემონაზვნებულია იობი რაღაცა ხო არ უნდა ჩავთვალოთ რომ ეს არის უკვე რაღაცა სხვა ზეციური წყალობა შეიძლება არც მაინც და მაინც ახლა სიკვდილის შემდგომინდელი მაგრამ მაინც ესეთი რაღაც ალეგორია ხო მაინც არ უნდა დავინახოთ მაგისი იმიტომ რომ აი ცოტა ინტუიციურად ხო როგორ ჩვეულებრივ ადამიანს ჩემთვის რაღაცა წარმოუდგენლად მიჩვენება რომ ადამიანმა 10 შვილი დაკარგა რა ეხა იმათ შვილის სასარგეს სხვა 10 შვილი იმათი შვილის ტკივილს ჩაანაცვლა არა ეს კომპენსაცია არ არის არა ხო არ არის ხო ასე უნდა გავიგოთ აი შენ აქაც რამოდენიმე კითხვა დასვი პირველი ძალიან საინტერესო რომ დააკავშირე ბერმონაზნობასთან და სინელთან იცით რა აი კიდე რა არის რომ როდესაც ჩვენ ვახსენეთ გრიგოლი დიდი მორალიები ხო როცა განმარტავს იობს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური განმარტება დასავლეთში ყველა იობის ისტორიას უყურებს გრიგოლი დიდის თვალებით მას შემდეგ ესეთი წიგნი დაწერა 35 თავიანი საოცრება ის დაწერა ბერებისთვის ჩადაწერია როცა ბერებს ელაპარაკებდა მაგრამ არ შეიძლება პირდაპირ გაიგივეო ბერებთან ეს შენც ახსენე უბრალოდ ბერებისთვის ძალიან საინტერესო და იობის ისტორია რატომ? იმიტომ რომ იობში გამომჟღავდა ის სათნოება, რომელიც ბერული ცხოვრებით უნდა მიაღწიოთ. მაგრამ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ იობი არის არქეტიპი ბერმონაზნობის. არა, იმიტომ იობი 10 შვილი ყავს და ძალიან მდიდარია და მერე გააგრძელებს ასეთივე ცხოვრებას. ფუნდამენტალური სხვაობა შენ ახსენე უკვე რა არის ბერმონაზნობასა და ამას იობს შორის. ეს ბერმონაზნობა ნებაყოფლობითია. ისინი უარს ამბობენ
თავისი ნებით ყველაფერს. აიქაც სინელის ისტორია რო იქ იონეს სინელი რატო ყვება რომ ერთმა ბერმა თვითონ მოითხოვა რომ იმ ადგილზე წასულიყო. თვითონ სურვილი იყო ეს იყო სინანული. სახარება ეს ბერმონაზნობა უპირველეს ყოვლისა სინანულის კულტურაა. აი ადრე ეძახდნენ არსებობდა პირველი სინანული იყო ნათლობა პირველ საუკუნეებში ესე ეძახდნენ რა და მერე თქვა პატრისტიკულ ტექსტებში ადრინდელ მეორე მესამე საუკუნის წლებში არის არსებობს თუ არა მეორე სინანულიო რატო ლაპარაკობენ ესე რომ პირველი სინანული ნათლობაა ბერმონაზნობა წამოვიდა როგორც სინანულის ადგილი სადაც ყველაზე ადვილია სინანული გამოხატო მოშორებული ამ სოფლისაგან მაშინ როდესაც იობი ეს უფრო ტანჯვის გადატანაა ღმერთი როგორ გაწვდის ადამიანებს ერთი ღმერთის სახელით უარს ლაპარაკობს ყველაფერზე რომ მარტო დარჩეს ღმერთთან და არ გაიფანტოს ხომ და როდესაც ბერები თქვათ მიდიან აი რომ შენ ახსენებს კიბის აღწერელთან რატო მიდიან იქ იმ ადგილს რატო ერჩევით რომ თავარი სიტყვა არის რომ მე ვარ ცოდვილი და სინანულს ითხოვენ ღმერთისაგან ბერები ამტკიცებენ რომ ყველაზე ცოდვილები არიან და იობთან სხვა ამოცანაა იობს უნდა დაამტკიცოს მე არ დავიხე უკანო იობს უნდა დაამტკიცოს რომ ის მართალი იობი მას კი არ ლაპარაკობს რომ უცოდველია არსად აწერია წინაშე უცოდველია მართალი კაცი იყო რა თქმა უნდა ადამიანური ცოდვები ჰქონდა მაგრამ გამოსყიდული ჰქონდა იმიტომ რომ სინანული ჰქონდა ჩვენ ხო ვიცით იობის ისტორიაში რომ წირავდა სხვებს თუ ჩემმა შვილებმა რაიმე შეცოდეს წარმოგიდგენთ შვილებზე იმ ვარაუდით რომ რაღაცა შეცოდეს სხვებს საკუთარ თავზე არ შეწირავდა სხვებს რა თქმა უნდა ცოდვები აქვს როგორც ყველა ადამიანს მაგრამ მონანული იყო მაგრამ ამ შემთხვევაში იობის ისტორია იობის არ უნდა დაამტკიცოს რომ ის მონანულია არამედ ის უნდა ღმერთისაგან ეძებს პასუხს რომ რატომ დამემართა ასეთი ტრაგედია რომელიც არავის არ დამართია და მე ქალებს არ უყურებდი თქვა ცუდი თვალით მოწყალებას გავცემდი არავინ არ დამიჩაგრია უცხოელებს ვიღებდი ხო აი ამას ჩამოთვლის ესე იობის პოზიცია აი არქეტიპი არ არის ბერმონაზნობის ამ შემთხვევაში მაგრამ მისაბაძია ბერებისთვის იმიტომ რომ მას აქვს ჭირის დათმენის უზარმაზარი მრავალტანჯულია და დაითმინა ყველაფერი ღმერთის სახელით. აი ამ თვალსაზრისით არის მისაბაძი. აი მე ადრე ვთქვი რომ ის იობი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც სტატისტიკური ერთეულის ანტიადამი და წინასახია უფლიცა. უბრალოდ მას უნივერსალური მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ყველა უნდა მივბაძოთ. ჩვენს და ბერებმაც და ბაძავდნენ. აი ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. აი უფლის წინასახია ამაზე ხო ცოტა ხო არ გა. აი რატომ არის იესო ქრისტეს წინასახე? იმიტომ რომ იესო ქრისტე იტანჯა ღვთისგანგებულებით ისე რომ არ ქონდა პირადი ცოდვა და ლოცულობდა იმათთვის, ვინც ტანჯავდა და გმობდა, ხო? მას. იობიც ღმერთი ლაპარაკობს თვითონ რომ ცოდვა არ აქვს. იტანჯა იობი ღვთისგანგებულებით ისე რომ ტანჯვა არ ქონდა და რასაკეთებს მე რომ უფალი ეუნება მის მეგობრებს რომელიც მას ადანაშაულებენ რომ თქვენი ცოდვა გეპატიებათ იობის მიითო იობს სთხოვეთ იროცოს თქვენთვის რომ მოგიტევოთ ცოდვები და იობა რა დაინახა თავისი ტანჯვით დაინახა რომ ღმერთე ვიცი რომ ჩემი გამომხსნელი ცოცხალია და გამოშდება ხო აი ესე იესო ქრისტეს ჯვარცმით ისი მტრით დარდგომით ჩვენ ვიხილეთ ღმერთი ის იტანჯა უცოდველი და მისი ლოცვით მიეტევა ცოდები ეს ამ თვალსაზრისით არქეტიპი გაიგივება რა თქმა უნდა არ შეიძლება იობისა არა რა თქმა უნდა ხომ ეს იცი რა ის არ არის ახალი ადამი ის არის ანტიადამი ცხადია ხო ის არ არის ახალი ადამი და ან ახალი ადამი ახალი აღთქმის დასაწყისში ახალი ადამი არის იესო ქრისტე რა და იცი აი როგორ ფიქრობ შენ ვინმე მსგავსი არსებობს ძველ აღთქმაში იობის გარდა აი ვისთან გაატარებია შენ ახლა პარალელით ძველ აღთქმაში რომელ პერსონაჟთან რომელ გმირთან არა სულსაც ახლა ესეთი ისტორია არ არის მაგრამ აი იობის ტანჯვას იმეორებს ყველა ვინც მადლობით იღებს უფლის გასაცდელს აი ვინც ლაპარაკობს უზარმაზარი ტკივილის დროს მადლობა ღმერთო და იღებს ამას მადლიერებით
უწვიმელად. აი ის ბაძავს. ეს ტანჯვისა და ტანჯვის დათმენის ამბავში. მეც გამახსენდა რატომღაც რომ აი ეს სახე რაღაცა იობისა გამოჩნდა, მიიმალა, როგორც მაცხოვრის მართლაც წინასახე და შემდეგი მგონია რომ შემდეგი კი არა, უბრალოდ მანამდელი მგონია რომ ეს ეპიზოდურად გამოჩენა მელქისედეკის. იმიტომ კი არა რომ იობის ტანჯვა გადაიტანა. აი რაღაცნაირად თითქოს ეს სახე მაცხოვრის წინასახე დროდადრო გამოანათებს ხოლმე. აი რაღაც ისრაელის გარეთ აიტო უფალი მოვიდა ყველასის, არა მარტო ისრაელისთვის, არამედ ყველასის, აი ამიტომ. და მელქისედეკიც რაღაცა დაახლოებით ეგეთივე პერსონაჟია, აი ესე გამოდის რაღაცა ეს მღვდელი, რაღაცა სრული უცნაურობა, რომლის შესახებაც პრინციპში თითქმის არაფერი არ იცით, მაგრამ წარმოდგენა აქვს ღმერთზე სწორი. წარმართული წარმოდგენა არა. ამიტომ ეს ედომი ახლოსაა ისრაელთან მელქისედეკიც ხომ ახლოს ცხოვრობს. ხო. ამიტომ ეს იუდეველებისგან, ებრაელებისგან იციან შესაქმნის ისტორია. დაუმახინჯებელი, რომ ღმერთი ერთია, ყოვლადმძენია, მოყვარული და სიკეთე. იმიტომ რომ წარმართულ გარემოში იობის ლოგიკა აბსოლუტურად არ მუშაობს. იმიტომ რომ წარმართი არ ამტკიცებს რომ ღმერთი კეთილია. არის კეთილი ღმერთები, არის ბოროტი ღმერთები. ისინი ადამიანებს იყენებენ. წარმართობაში არც კი დგას ესეთი საკითხი გიყვარდეს ღმერთი და იყავი უანგარო. წარმართი ღვთაებები პირიქით ითხოვენ ადამიანებისგან მომეცეთ სიყვარული. აი წარმართულ კულტურამ არის ეს ღმერთის სიყვარული, იქ ის ღმერთთან ვაჭრობა. აი მე შემოგწირავ სხერფს და შენ არ დამსაჯო უბედურება არ მომილდო. ამიტომ დაძლევდნენ ქრისტიანებს. ქრისტიანებს წარმართები რომში. იმიტომ კი არ დაძლევდნენ და აცვამდნენ ჯვარზე რომ მას ქრისტე წამდა. იქ ბევრი ღმერთი იყო, შენ ქრისტეს გეწამა თუ კიდე. იმიტომ რომ მონაწილეობას არ იღებდნენ წარმართულ სხერფშეწირვაში. და რას ფიქრობდნენ რომ თუ შენ არ შეწირავ სხერფს, ღმერთი გაბრაზდება, ერთ-ერთი ღვთაება, მოგვივლენს ან ეპიდემიას, ან მიწისძვრას, ან ჭირს და მე ის არ გაარჩევს შენ ქრისტიანი იყავი თუ არა. აი და ქრისტიანებს დევდნენ რატო რომ სხერფის შეწირა იმპერატორის გამოსახულებას და იცი რა, საინტერესოა ის ცნობილი რობაიაროა ომარ ხაიამის მორჩილებისთვის შენ სამოთხეს თუ მომანიჭეფე გვაჭრობა, წყალობა კი სადაა შენი. ეს ისლამის მომენტია თუ უბრალოდ ამას აქვს უტრირებული? იცი რა, ეს სუფია და სუფიებს გავლენა ჰქონდათ ქრისტიანების და ნეოპლატონიკოსებს. მაგრამ ესეთი რაღაც შეიძლება ყველგან დაიბადოს, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან რელიგიური არსებაა და ღმერთს ეძიებს თავის თავში. და შეიძლება ეს ნიჭერება, რელიგიური ნიჭერება ასე რომ ვთქვა, დაიბადოს ყველგან. და იდგეს იმ რელიგიაზე მაღლა, რომელსაც მისდევს. ხაიამი, როდესაც ამას ამბობს, რომ მორჩილებისთვის შენ მანიჭებს სამოთხეს, ეს არის მართლაც ისლამის რელიგიური საფუძველი თუ ეს უტრირებს თქო? არა, ესია, პირდაპირ წერია, რომ აი დაიცავ წესებს მოკვდების სამოთხეში. ქრისტიანობა, აი რო გადავიდე მაგაზე. ქრისტიანობის პოზიცია როგორია, იცით? ღმერთი ითმენს ამას დასაწყისისთვის ხო არის მონის სულიერი მდგომარეობა, როდესაც მარტოშიში თაკეთებს, მე არის დაქირავებული ადამიანის რომ საზღაურის, მაგრამ მე არის მეგობრისა. შენ უკვე ღმერთი გიყვარს არა იმის გამო, რომ მისგან საჩუქარს არა ღმერთი გიყვარს. აი როგორც იობის შემთხვევაა, ხო? მაგრამ აქამდე უნდა გაიზარდო და ღმერთი არ თაკილობს, ასე რომ ვთქვათ. არ თაკილობს, რომ შენ დაიწყო აი ასე მონის პოზიციიდან ან ვაჭრობის პოზიციიდან და თუ გაიზდები სწორად, მე შეიყვარე ხო. როგორც კი გამოსტილება გექნება ღმერთთან ურთიერთობისა მისტიკური, მე ნახავ რომ ეს ყველაზე მთავარია. ბოლოს ისე უყვარდებათ ადამიანებს ღმერთი და მისი ღმერთის სიყვარული მოყვას სიყვარული, აი მოსეს მაგალითად რო აიღოთ ამ პავლე მოციქულის. არ მინდა სამოთხეში თუ ამას არ შეიყვანო, ხო? წარმოიდგინე, აი ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკით ამაზე უცნაური რა უნდა იყოს. იმიტომ გიყვარს ღმერთი, გინდა სამოთხეში იყო მარადიული ღმერთთან, მაგრამ ისეთი სიყვარული აქვს, აი მოყვას ის რომ არ მინდა სამოთხე თუ იმას არ შეიყვანო. ეს ძალიან მაღალი დონეა, მაგრამ აქამდე ვერ ახვალ თუ ეს საფეხურები არ გაიარა. მაგრამ რატო ქრისტიანობა გარდაქმნის სათასწრაფო ტრანსფორმირებული ადამიანია. ეს არის ფუნდამენტალურად ახალი ადამიანი, მაგრამ ისლამში ესე არ არის. ისლამური სამოთხე რა არის? ისლამური სამოთხე ეს არის მოდი შემგამოთქვისად, ხუთვარსკვლავიანი ცხოვრებაა. აქ არ შეიძლება ღვინის დალევა, თქვათ რაღაც, მაგრამ სათასწრაფოში ღვინოსაც დალე, უამრავი საჭმელია, უამრავი ქალებია, ხალები არა, ხურიების რაღაც სექსუალურ ცხოვრებას იქ მაყოფილებ, ხო? აი, ამიტომ ეს ლოგიკა
ისლამის ასეთია, შენ თუნდაც დამემორჩილები რაც აქ დაგაკლდა და იმას მიიღებ. მაგრამ ქრისტიანის ესე არაა. აი ხა შეიძლება ცოტა გადავხე ლუის აქვს ესეთი ლუის იყვება ესეთ ანეკდოტს. რომ ძალიან ხშირადო აი ქრისტიანებთან არის აი რა უნდა იყოს სამოთხეში რა სიამოვნება, როდესაც არ შეიძლება თქვათ იქ რაც მიწაზე გვსიამოვნებს, ხო, ქალის სიყვარული იქნება, კარგი საკვები იქნება, პატი იქნება, დიდება. თუ ეს არაფერი არ არის, მაშინ სამოთხეში რა სიამოვნება უნდა მიიღოთ, ხო? და ლუის იყვება ესეთ ანეკდოტს, რომ პატარა ბიჭს ეუბნებიან, რომ აი სექსუალური ცხოვრება ყველაზე დიდი სიამოვნებაა და ეს პატარა ბიჭი ელაპარაკა. აი სექსუალური ცხოვრების დროსო ჭამენო შოკოლადსო. როცა ეუბნებიან, არა, გაკვირვებულია, როგორ შეიძლება ეს უზარმაზარი სიამოვნება იყოს, როცა შოკოლადს არ ჭამენ, ხო? გესმით? და ვერ წარმოუდგენია. ვერ იცნობს მარტო შოკოლადს, იმ სიამოვნებას, რომელიც მოაქვს შოკოლადი. ხო და თუ ის არ არის ცოტა სასუფეველში, როგორ იქნება იქ ვერ ხდება იმას, რომ ცოტა სასუფეველი იმ სიამოვნების უარყოფა კი არა, რაც მიწაზე, არამედ არის გაცილებით უფრო მაღალი, რაღაც დიდი, რომელიც იმას გავიწყდებს და რომელთანაც ფერმწავდება ყველა მიწიერი სიამოვნება. ეს ლოგიკა ქრისტიანულია. აი ღმერთთან ყოფნა განიჭებს ისეთ ნეტარებას, რომ მასთან სხვა სიტყვები არ არსებობს, რომელიც მას შეედრება ან არ იწერება. ამით აი ამას როდესაც იღებს ადამიანი წმინდანი იღებს გამოცდილებას ღმერთთან მისტიკური კავშირისა, როცა შესახდება მის გულში ქრისტე. მერე უკვე აღარ ლაპარაკობს ასეთი კატეგორიების, აი სიამოვნება, სამოთხე და რაღაც. და კიდევ ერთი რამ მინდა კითხვა ეხა იობთან მიმართებაშიც. შენი ლაპარაკი ქრისტიანულ სიყვარულზე, ხო? ანუ სიყვარულზე, როდესაც გიყვარს ღმერთი, ნუ დავარ ქრისტიანულს, როდესაც გიყვარს ღმერთი, აი ამ სიყვარულზე ელაპარაკე, რომ ეს არის მთავარი, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი რელიგია ქრისტიანობა არის გამოცხადებითი ჭეშმარიტება, მოვიდა ღმერთი, რაღაცები გაგვიცხადა და შემდეგ უკვე წამოვიდა თაობები ადამიანების, რომელთაც აი ესე ღვთისადმი სიყვარულის ტოლვა ქონდათ, თუ არ ქონდათ ეს სიყვარული იხვეჭდნენ, აი რითი განსხვავდება ძველი აღთქმის მართალი ადამიანის, ეხლა მაინც და მაინც პატრიარქის და იობის არა, ზოგადად აი ძველი აღთქმის უბრალო ჩვეულებრივი ადამიანის გრძნობითი დამოკიდებულება ღმერთთან, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გაცხადებული უმთავრესი ჭეშმარიტებები რა. აი სიყვარული როგორ განსხვავდება ძველი აღთქმის ადამიანის თანამედროვე აღთქმის ისა ახალი აღთქმის ადამიანისაგან, ჩვენი თანამედროვე ქრისტიანისაგან, ანუ აი ამასთან მიმართება, იმიტომ რომ ჩვენ ხო ამას ესე უცებ ვერ ვიპოვებთ არა, ჩვენ ხო არა ვართ ესეთი წმინდა ადამიანები, რომ დავიბადოთ და ღმერთი გვიყვარდეს, ჩვენ ხო ამას რაღაცნაირად ვაგროვებთ საკუთარ თავში, ვხვეჭავთ, რაღაცას ვცდილობთ ხო, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს არის მთავარი. აი ძველი აღთქმის შემთხვევაში როგორ ხდება ეგ? ანუ ქრისტემდე როგორ ხდებოდა ეგ? აი დავიწყოთ იმით, ჩვენ ახსენე სიყვარული, ხო? ღმერთი არის თავად სიყვარული და ღმერთს ემსგავსება ის, ვისაც სრულყოფილი სიყვარულია. ნეტარი აგვისტინე ლაპარაკობს, რომ ფუნდამენტალური პრობლემა ადამიანისა ცოდვის დაცემის შემდეგ ეს არის, რომ ღმერთის სწორი სიყვარული აღარ შეიძლება ეგოისტია, მიქცეულია თავისკენ. აი როდესაც ღმერთმა გააჩინა ადამიანი, გააჩინა გაღვთობისათვის. ლოგიკა აქვს, იმიტომ რომ შორს უყვარს ხო თავისი ქმნილება და სიყვარულის ბუნებაა, რომ შენ გინდა ვინც გიყვარს, მისცე მაქსიმალური რაც შეგიძლია. დრაგი ყველაზე დიდი ღმერთია, გააჩინა ღმერთმა ადამიანი პოტენციით გაგვთარიყო მადლისმიერ, არა ბუნებით, არამედ მადლისმიერად, ხო? ესეთია. ეს რომ მიეღწია ადამიანს გაღვთობისის, მაშინ ჩადო თელიმაფისის, ანუ ბუნებითი მისწრაფება სიყვარული ღმერთისაკენ, როდესაც ადამიანი დაეცა ეს სიყვარული გადაგვარდა და გაჩნდა ნებები. ნებები ეს არის არასწორი სიყვარული. გაუკუღმართებული სიყვარული. აი როგორ უნდა ძველი აღთქმის სიმბოლო ეს არის ათიმცნება. მასე დგას ხო? მოსეს ჩული. ათიმცნებას თუ ჩვენ ვუყურებთ რა არის? არის პარო, არის ქურდო, ვერთი სახელი ამაოთ არ ახსენო, არ გული არ გითქონდეს შენი მეზობლის ცოლი, ჯორი, ვირი და შემდეგ ხო? ანუ აკრძალვებია. ეს აკრძალვები აკრძალავს ცოდვას, ანუ ნების მოთოკვის სკოლა. რატომ ხდება ესე რომ აი ნების ბუნება რა არის? შენ თუ ამოიცნო, შენში რა ნება გაქვს? აი მაგათაც სიგარეტზე ამრის ხანე ხარ ან ღვინო გიყვარს ან ხო? როდესაც ნებას ელაპარაკები სისტემატიურად წინააღმდეგობას უწევ, ნებების სუსტება. ძველი აღქმა ეს არის მართალი, ნიშნავს მორჩილს.
ღმერთმა მის მოგცა ჩვენ ეს ცნებები, რათა ეს ნებები მოვთოკოთ. და ახალი აღქმის სიმბოლო ეს არის ნეტარებები. როდესაც ადამიანი თოკავს ამ ნებებს, კლავს ნებებს, მისი გული იწმინდება. როდესაც მისი გული იწმინდება, ის იწყებს ღმერთის ჭრეტელობას, სახდება მასში სულიწმინდა და იწყებს სულიწმინდა მასში მოქმედებას. ეს არის განსხვავება ძველს და ახალ აღქმას შორის. ახალ აღქმაში უკვე ახალი ადამი იბადება სულიწმინდის მოქმედებით. ჩვენ რომ ვინათლებით, ჩვენში იდება თესლი ახალი ადამისა, რომელიც უნდა გაიზარდოს, ეს იზრდება სულიწმინდის მოქმედებით, რომ მოკლას მერე ძველი ადამი და მიემსგავსოს ქრისტეს მადლის მერე. სანამ ქრისტე არ მოვიდა ჯვარზე არ ეცვა, მანამდე ჩვენ სადასასრულში ვერ შევდიოდით, ხომ? აი ამოცანა ძველი აღქმაში იყო ნებებისგან განწმენდა. ეხლა იყო გამონაკლისი, რომ რაც უზარმაზარი სიმაღლის მიაღწიეს ძველი აღქმის მომენტი, მაგრამ აი საერთოდ ძველი აღქმის სულიერი ცხოვრება მით განსხვავდება ახალი აღქმისაგან, რომ ძველი აღქმა ეს იყო მომზადება მესიის მისაღებად უპირველეს ყოვლისა უნდა გაემზადებინათ გული, უნდა გაეწმიდათ ნებებისაგან. და მას ახსენდნენ მორჩილებით, ანუ სიმართლით. მართალი ნიშნავს იმას, რომ მემორჩილები უფლისნებებს. მაშინ როდესაც ახალი აღქმა განთავისუფლებს ჯულისაგან, იმიტომ რომ ახალი აღქმა ქრისტესთან მიმსგავსება ხდება სულიწმინდის მოქმედებით შენში. რომ იესო ქრისტე ითხოვს მისი მოციქულებისაგან, რომ იცხოვრეთ როგორც ღმერთებმა. როცა ამას ვერ აკეთებ, რისხავს. პეტრეს შერისხა, როდესაც ცირეთ მორწმუნე ხარ, ვერ გაიარა წყალზე გავლა არ არის ადამიანის თვისება. მაგრამ მეუბნება, რომ გაიარე წვენის გამო. ესე შენ ადამიანი ხარ, მაგრამ მოქმედებ როგორც ღმერთი, აი ესაა გახტობა. აი ახალი აღქმა ეს არის გახტობის პერიოდი, ეს არის გზა ადამიანი მადლისმიერად გახდეს ქრისტე. და იობი დგას სადღაც ზღვარზე. ხო, ის არის მართალი, როგორც ძველი აღთქმის, მაგრამ როგორ თავდება, რომ მე აღდგებაო, აღადგენს ღმერთი. და წერწმენა დაანახა. იობი ეძებდა პასუხს ღმერთისაგან. ღმერთო, რატომ დამემართა ეს ტრაგედია, მაგრამ მიიღო გაცილებით უფრო დიდი ღმერთი არ ელაპარაკება ამას. არსად ეს პროლოგი ხო არის ეს ჩვენ ვიცით კითხულობთ. იობმა ხო არის ის სატანა მივიდა ევაჭრება. არის ეს ამბავი. არ ელაპარაკება ღმერთი. აი რა როგორი უცნაური რაღაცა იობი ეკითხება ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა ღმერთი პასუხობს ისევ რაღაცებს ეკითხება. შენ აი ლევიათანსო დაიმორჩილებო ბუნებაში უზარმაზარი წესრიგი კითხებს უსვამს. არ ელაპარაკება მიზეს. სამაგეროთ რას აძლევს თავის თავს გამოუცხა და დაინახა. აი ესე იხილა იწინასწარმეტყველმა იობმა რომ მოხდებოდა განკაცდებოდა მისი ხსნელი. დაანახა ღმერთთან დადგა პირისპირ გაცილებით უფრო მეტი მიზეზი ვიდრე კითხები რატომ არ უნდა ეთქვა იობისთვის თუ ეცოდინებოდა ეს პროლოგის ის ისტორია მაშინ რა თუ კი ეცოდინებოდა იობს რომ მე ახლა ეს იმიტომ მემართება რომ მე საჩუქარს მივიღებ ეს გამოსვლას აღარ იქნებოდა მაშინ ხო რა თქმა უნდა იობმა არ უნდა იცოდეს პასუხი მიზეზი რა არის მისი ტანჯვის ეს იქნებოდა გამოსვლა მაგრამ გაცილებით დაბალ დონეზე რაღაც ძალიან ეფემერული რაღაცა მაგრამ ერთ-ერთი მეგობარი ლაპარაკობს ამას ხო იხო სხვადასხვა ვერსიებია რა ერთი ამბობს რომ შენ ცოდული ხარ ამიტომ იტანჯები მეორე ლაპარაკობს რომ ღმერთი აბსოლუტური ძალა აქვს და შენ უფლება არ აქვს იკითხო მეორე ლაპარაკობს რომ გეძლება ეს განსასწრელი იმიტომ რომ მე საჩუქარი კომპენსაცია მიიღო და ასე რაღაც სხვადასხვა ვერსიებია მაგრამ სულ ყველა დამნაშავეა თუ არ შეიძლება რაციონალიზაცია აი პატარა ბავშვი რო ყროთ ჩვენ ყავს პატარა თქვა შვილი და იმას უნდა თამაში დღე მაგრამ შოპელი იმიტომ რომ რატო მისი ჰორიზონტი შეზღუდულია დღის ჰორიზონტია რა შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოს მაგრამ შოპელი ხედავს უფრო დიდი ჰორიზონტიას უყურებს არა მარტო პატარას უნდა გაიზარდოს ისწავლოს მე სოციალიზაცია მოახდინოს თქვა ხარისხიანი ცხოვრება ქონდეს ამიტომ უნდა ისწავლოს და იცოს რაღაც წესები ხო პატარა ბავშვი ამას ვერ ხედავს აი ისეთი ჩაკეტილია ჩვენი ჰორიზონტი მისი მეგობრების აი ელოდებიან სასჯელს და საჩუქარს ხოლმე ამ ცხოვრებაში ჩვენ ვახსენეთ თომა აკვინელი ამბობს რომ მეგობრების თავარი შეცდომა ესაა რომ მათი ჰორიზონტი ჩაკეტილია მარტო ამ ცხოვრებაში და არა საიქიო ცხოვრება შვენიერი თემო ძალიან საინტერესოა ჩემთვის კიდევ ერთი კითხვა რომელსაც ამჯერად არ დაგისვამ ეს უკავშირდება განგებულებას, საღვთო განგებულებას, თუნდაც იობის შემთხვევაში,
რომელიც მინდა შევადაროთ, რაღაც პარალელი გავავლოთ ბედის წერასთან, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ გადაცემაში ჩემთან იქნები, ჩვენ ვილაპარაკებთ ელინურ ლიტერატურაზე, რაღაც ტრაგედიებზე, ბერძნულ ტრაგედიებზე, შემდეგ უკვე ამ ყველაფრის ქრისტიანულ გადააზრებაზე, ოიდიპოსზე, ასე შემდეგ და რაღაცნაირად გავს ახლა იობისა და ოიდიპოსის ხვედრი ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც ძალიან წააგავს და შესაბამისად მომდევნო გადაცემაში ვისაუბროთ ამაზე. ძალიან დიდი მადლობა. იყო ძალიან საინტერესო და სხვანაირად წარმოუდგენელია. დიდი მადლობა. კარგად წამებთ.